ილია თოფურიას საიდუმლო ამოხსნილია დოქტორ ალდო მარტინესი ხელმძღვანელობს მის ექიმების გუნდს და ჩემპიონის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას ფლობს. ოდესმე გიფიქრიათ რა იმალებამ თოფურიას ამ ფენომენალური ძალის უკან. ეს უბრალოდ ვარჯიში და ნიჭი არ ამგონია იყოს. დღეს მე გაჩვენებთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ადამიანთან, რომელიც აკონტროლებს ილიას ყველა ნაბიჯს, კალორიას და დარტყმას. ვიცით რომ თქვენ ფიზიკური მომზადების სპეციალისტი ხართ და დიდი ხანია მუშაობთ ილიასთან. მაინტერესებს სულ რამდენი ადამიანია გუნდში, გულისხმობ რამდენი ექიმი, ფიზიოთერაპევტი და ასე შემდეგ. დიახ, თოფურიასთან დიდი ხანია მუშაობ, მე მას ვახვდი ბოლომდე, 2 ქამრის მოპოვებამდე. მას მართლა უმაგრესი გუნდი ყავს, შემიძლია რამოდენიმე მათგანი ჩამოგითვალოთ. ჩვენ ყავს ფიზიკური მომზადების 2 მწვრთნელი, 2 ფიზიოთერაპევტი, ტრავმატოლოგი, ასევე ყავს სპეციალისტები, რომლებიც აღდგენით პროცედურებში მონაწილეობენ და გვეხმარებიან. ასევე ყავს სპორტული ოპტომეტრიის მწვრთნელი, ანუ მხედველობის სპეციალისტი და კიდევ რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის ამბავში პერიოდულად გვეხმარება. ძალიან მაინტერესებს რას აკეთებს ილია ყოველდღიური აღდგენისთვის. პირადად ჩემთვის უზარმაზარი შრომა გავწიეთ UFC 298-ის მოსამზადებელ ბანაკში ვოლკანოვსკის წინააღმდეგ. მაგ პერიოდში ალიკანტეში ვმუშაობდით. ილიამ საკუთარ სახლში მოაწყო ევროპაში პირველი MMA-ის მაღალი სპორტული მიღწევების ცენტრი. ახლა აგიხსნით როგორ გამოიყურებოდა მაგ პერიოდში თოფურიას ჩვეულებრივი დღე. მე მასთან დილით მივდიოდი, ვაღვიძებდი და უზმოზე შემყავდა კრიოთერაპიის კამერაში 3 წუთით. კამერის ტემპერატურას -150 გრადუსზე ვაყენებდით. შემდეგ მივდიოდით სასაუზმოდ, კვების მერე უკავშირდებოდით გუნდის წევრებს, ვიკრიბებოდით და ვატარებდით ბრიფინგს, სადაც მთელი გუნდით უყურებდით ვოლკანოვსკის ბრძოლებს, ვაკეთებდით ანალიზს და განვიხილავდით მის ტაქტიკას. ამ ყველაფრის მერე იყო პირველი დილის ვარჯიში, რომლის მერეც ილია გადიოდა ფიზიოთერაპიის პროცედურებს, იქვე სახლში მოწყობილ მინიკლინიკაში, მერე სადილი, დასვენება და მომზადება საღამოს ვარჯიშისთვის. ყოველ კვირას ჰქონდა მთავარი და მეორეხარისხოვანი მიზნები. საღამოს ვარჯიშის შემდეგ ვატარებდით აღდგენით პროცედურებს ჰიპერბარიულ კამერაში. ბარაკამერაში ერთდროულად 3 რაღაცას ვაკეთებდით. 100%-იანი ჟანგბადის ჩასუნთქვას, პრესოთერაპიას ფეხების აღდგენისთვის და პარალელურად უკავშირდებოდით მაიამიში ინგლისურის მასწავლებელს, რომელიც ილიას პირდაპირ ეთერში უტარებდა გაკვეთილებს ამ პროცედურების მსვლელობის დროს. თუმცა ყველა კემპი მაინც განსხვავდებოდა. ეს იყო მოსამზადებელი ბანაკი პირველი სატიტულო ბრძოლისთვის. მაგალითად, მაქს ჰოლუეთან ბრძოლისთვის აღდგენითი პროგრამა იყო სხვანაირი. დილას და საღამოს ვარჯიშებს შორის უკვე ჰქონდა მაღალი წნევის ჰიპერბარიული კამერა, შემდეგ კრიოთერაპია, მერე ფოტობიომოდულაცია, ანუ წითელი და ინფრაწითელი შუქით ზემოქმედება. ვიცით რომ ილია ორწონით კატეგორიაში გამოდიოდა, წინა დივიზიონში საჭირო იყო კვების მკაცრი კონტროლი. ამაზე ჩვენ დიდხანს მუშაობდით USPI-სთან და ჩვენს ნუტრიციოლოგთან. მნიშვნელოვანი ამ პროცესში იცოდე რამდენია ორგანიზმში ცხიმის რაოდენობა, უნდა ვიცოდეთ რამდენ კალორიას ხარჯავს ორგანიზმი მოსვენებულ მდგომარეობაში. ამას ნივთიერებათა ცვლის ბაზალური სიჩქარე ეწოდება. ეს რომ გავიგოთ, ილია წვებამ მას უკეთებენ ნიღაბს და 30 წუთის განმავლობაში ის სუნთქავს და წევს მშვიდად. ასე ზუსტად ვიგებთ მოსვენებულ მდგომარეობაში რამდენ კალორიას ხარჯავს ილია 24 საათის განმავლობაში. ეს აპარატი ილიას სახლში აქვს? უფრო ვრცლად თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამ პროცედურების შესახებ. დიახ, ეს ყველაფერი ილიას საკუთარ სახლში აქვს მოწყობილი. მოკლედ, ნიღაბი მილით უერთდება სპეციალურ კომპიუტერს, რომელიც აანალიზებს აირებს, მაგალითად ნახშირორჟანგს და სხვებს. ამის შემდეგ ვიგებთ რამდენ კალორიას ხარჯავს ილია საერთო ჯამში და რა სახის კალორიებს, რა სწავს მისი ორგანიზმი საწვავის სახით უფრო მეც, ნახშირწყლებს, ცხიმებს თუ ცილებს. ამ ყველაფერს ეწოდება სუნთქვის კოეფიციენტი. გარდა ამისა, თოფურიას სპეციალური ბეჭედი უკეთია საათის მსგავსად, რომელიც აკონტროლებს კალორიების ხარჯვას და ძილის პერიოდს. ბეჭდის პლუსი ის არის, რომ ილია მუდმივი კონტროლის ქვეშ არის. ვარჯიშის დროსაც კი, ერთადერთი ის ბეჭედს კრივის დროს იხსნის. რა სახის სპორტულ დანამატებს იღებს ილია? მაგალითად, თუ მოიხმარს კრეატინს. აი, ისლამ მახაჩევი იძახის, რომ კრეატინი პირველი დანამატია, რომელიც მან იგრძნო. ჩვენ ესე დანამატებს არ ვსვათ. პირველ რიგში ილიას ანალიზები და გენეტიკური ტესტირება ჩავაბარებინეთ. გაირკვა, რომ კრეატინი მისთვის განსაკუთრებულად მუშა არ არის, რადგან თოფურიას ორგანიზმი ამ ნივთიერებას თვითონ ასენთეზირებს საკმარისი რაოდენობით. თუმცა წონის მომატების პერიოდში შესაძლებელია დამატებითი კრეატინის მიღება, რადგან ეს ნივთიერება საკმაოდ კარგად იკავებს ორგანიზმში წყალს, რომელიც ყოველთვის კარგი არ არის. რაც შეეხება ყველაზე ეფექტურ დანამატსთან, როდესაც დიეტა მკაცრდება, ეს არის ხარისხიანი ვიტამინების კომპლექსი და რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი და მუშა არის ხარისხიანი და ნატურალური საკვები.
თოპურიას ფიზიოთერაპევტი იძახის, რომ ფიზიკური მონაცემების თვალსაზრისით ილია ძალიან ახლოს არის 190 სანტიმეტრიან NFL-ის მოთამაშესთან, რომელიც იწონის 100 კილოგრამს. ის იძახის, რომ თოპურია ერთ-ერთი ყველაზე ფიზიკურად განვითარებული სპორტსმენია. საინტერესოა, რა ტესტებზე დაყრდნობით მიხვედით ამ დასკვნამდე. ჩვენ გაგვიმართლა და ილიას ტესტები ჩავატარეთ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც პარალელურად ვაფასებდით კუნთების დაღლილობის ინდექსს ელექტრომიოგრაფიის ტესტით. რაც შემიძლია დარწმუნებით თქვა, მასთან გატარებული მრავალი წლის შემდეგ ილია ყოველთვის პროგრესირებს ძალაში და გამძლეობაში. ილიას გაუოცები ხართ რომელიმე ვარჯიშის შესრულებით, თუ კი რა ვარჯიში იყო ეს? ის ყოველდღიურად მაოცებს, ყოველთვის საკუთარ თავს აჭარბებს. აი მაგალითად სარბენ ბილეგზე, როდესაც მას უაძლევთ გარკვეულ დროში შესასრულებელ ამოცანებს, ის ყოველ ჯერზე უფრო სწრაფად გარბის. მაინტერესებს 100 მეტრს რამდენ წამში გარბის. ზუსტი ქრონომეტრაჟი 100 მეტრზე არ გვაქვს. ჩვენ უფრო 100 მეტრს ინტერვალურად დავრბივართ. 10 ჯერ 100 მეტრი 15 წამიანი დასვენებით. თითოეულ მონაკვეთს კი 14 ან 15 წამში გარბის. 14-15 წამი 100 მეტრზე და ასე 10 ჯერ დამიჯერეთ. ეს ძალიან მაღალი დონეა. ნებისმიერ სხვა სპორტსმენს ასეთ ტემპის ზედიზედ 10 ჯერ შესასრულებლად დასჭირდება კრეატინი, ფოსფოკრეატინული სისტემისთვის, მაგრამ ილიას ეს არ სჭირდება. ხო ხვდებით რაზე ვსაუბრობ? თქვენ თქვით, რომ ილიას სახლში ნამდვილი ტექნოლოგიური ცენტრი აქვს. შეგიძლიათ ჩამოთვალოთ რა აღჭურვილობა? დიახ, მას ნამდვილი სრულფასოვანი მომზადების ცენტრი აქვს. გარდა ამისა, გვაქვს წვდომა დარბაზებზე, სპორტულ ცენტრებზე და მადრიდის მაღალი მიღწევების ლაბორატორიებზე. სახლში კი მართლა ყველაფერი აქვს: ტატამი, ტომრები, ცხელი და ცივი აუზი, საუნა, ყოველგვარი კარდიო მანქანა და ძალისმიერი ტრენაჟორები. დაახლოებით რა ღირს ეს ყველაფერი? საუბარი არ მაქვს სპორტულ ინვენტარზე. სამედიცინო აღჭურვილობას გულისხმობ. სამედიცინო აღჭურვილობა უახლესია, ალბათ 9 მილიონ ევროზე მეტი ღირს. მარტო ერთი ჰიპერბარიული კამერა 100.000 ევროზე მეტი ღირს. ფიზიოთერაპიის კლინიკა თუ არ ვწდები 300.000 ევროს სძდება. რაც შეეხება ბარო კამერას, ესპანეთში სახელმწიფო მედიცინა მას იყენებს დიაბეტით დაავადებული ადამიანებთან სამკურნალოდ. ჩვენ კი ის სახლში გვაქვს და ვიყენებთ აღდგენაში და რეგენერაციაში. სხვათა შორის ბოლომზადების დროს ილიას კამერაში 1 საათით ვათავსებდით ყოველ დღე. ის იქ ისუნთქავდა 100%-იან ჟანგმაც, რომელიც აჩქარებს ყველანაირ რეგენერაციის პროცესს. ამ ყველაფერს მე საკუთარ თავზე ვტესტავდი და მინდა გითხრათ, რომ ეფექტი რეალურად შთამბეჭდავია. ხესუს გალა ამბობდა, რომ ილიას ისეთი ძლიერი დარტყმა გენეტიკის მეშვეობით აქვსო. მას სქელი და მძიმე ძვლები აქვს. ეს მართლა ესეა? ყველა სპორტსმენს თავისი ინდივიდუალური და ფიზიკური პარამეტრები აქვს. კი, ილიას გენეტიკურ კვლევამ გვაჩვენა, რომ მას ძალიან მკვრივი და მტკიცე ძვლები აქვს. სხეულის შემადგენლობის შეფასებამ გვაჩვენა ძლოვანი ქსოვილის მაღალი მინერალური სიმკვრივე. რა ვარჯიშებს ასრულებს ილია დარტყმის გაძლიერებისთვის? ჩვენ მრავალფეროვანი ვარჯიშები გვაქვს. აი მაგალითად 100 ბერპი, დაყოფილი 4 მისვლაზე, 25 ჯერ. ეს არის დარტყმითი, ნახტომისებრი, ძალისმიერი და კარდიო ვარჯიში ერთდროულად. ყველას გვახსოვს ჰერდბერტმა ილია ფეხით დაანოკდაუნა. რუსი მწვრთნელისგან გასან გასანალიევისგან მსმენია ისტორია, როდესაც ის ნოკდაუნში ჩავარდა, შემდეგ სპეციალისტებთან მუშაობდა, რათა პერიფერიული მხედველობა გაუმჯობესებინა. ადრე პერიფერიულ მხედველობას ვამუშავებდით ხმლებით, ხმოვანი და ვიზუალური სტიმულატორების დახმარებით. დღეს კი არსებობს სინათლის სისტემები, სენსორული პანელები და სხვა უფრო ეფექტური საშუალებები. თუ ილია დააპირებს 77 კილოგრამში ასვლას, როგორ აპირებთ წონის მომატებას და რამდენის მომატებას აპირებთ? ამისათვის არის საჭირო ყველა პარამეტრის გაზრდა, კვება, ძალა, წონა, ყველაფერში პროგრესია საჭირო. ოღონდ არ უნდა დაიკარგოს სიჩქარე, მოქნილობა, დარტყმის ტექნიკა და ჭიდაობა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიზანი იქნება ილია გახდეს უფრო დიდი და ძლიერი, მაგრამ სისწრაფე შეინარჩუნოს. კვება რადიკალურად შეიცვლება, მეტი კალორია და ცილები. ეს არ ხდება სწრაფად, ყველაფერს აქვს თავისი დრო. ყველას გვახსოვს, რომ ილია წონის კლების დროს ღვინოს სვავდა ხოლმე. საინტერესოა, ეს მართლა ხელს უწყობს წონის კლებას? ეს ძველი მეთოდია, რომელსაც აღარ ვიყენებთ. წინათ ალკოჰოლს ბოდიბილდერები იყენებდნენ დიჰიდროტაციისთვის, თუმცა მკაცრი დიეტის დროს ეს ძალიან საზიანოა. ამიტომ ამ მეთოდს აღარ ვიყენებთ. გონი ილიას ძმას ალექსანდრეს არ აქვს თავისი ძმისნაირი ძლიერი დარტყმა, ხო ასეა? არადა სხეულის აგებულობა ერთნაირი აქვთ.
ორივე უმაგრესი სპორტსმენია, თუმცა ალექსანდრე დაუჯერებელ ძალას ფლობს. მას აქვს შთამბეჭდავი ტესტების პასუხები ფეთქებად ძალასთან დაკავშირებით. დამიჯერეთ, ორივე ძმას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. შეიძლება წონაში არის მცირე სხვაობა, მაგრამ ილიას და ალექსანდრეც ფიზიკურად დივიზიონის საშუალო დონესთან შედარებით ბევრად ძლიერები არიან. რუსეთში ახლა ხშირად საუბრობენ ილიას შესაძლო ორთაბრძოლაზე ისლამთან ან არმანთან. თქვენი აზრით, რომელიმე ტოკე იქნება უფრო პრობლემული და რომელია უფრო ძლიერი? ორივე სპორტსმენს პატივსცემ ისინი მსოფლიო დონის გამორჩეული მებრძოლები არიან, რომლებიც UFC-ში დიდ კვალს ტოვებენ, მაგრამ მათ შორის ვინ უფრო ძლიერია, ვერ გეტყვით. მე ყოველთვის ჩემ სპორტსმენებზე ვარ ორიენტირებული და ისედაც MMA-ში ყველაზე მთავარი ძალა არ არის. ბევრად მნიშვნელოვანია ტექნიკა, ტაქტიკა, სტრატეგია, ფსიქოლოგია და ჯანმრთელობა. ილიას ყოველთვის აქვს გაანალიზებული და ჭკვიანური გეგმა, რომელიც არის გამყარებული ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტებით. ბუნებრივია ამას დამატებული ძალაც და 5 რაუნდიანი გამძლეობა. იმისათვის რომ რამით მაინც შევადარო ილია ისლამს ან არმანს, მჭირდება მინიმუმ მათი ლაბორატორიული კვლევები. თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ილია დღესდღეობით ყველაზე მრავალხრივ განვითარებული სპორტსმენია პლანეტაზე. ის რაც დღეს დოქტორ ალდოსგან მოვისმინეთ, დარწმუნებული ვარ, აისბერგის მწვერვალია. ეს ისეთი სასტიკი სპორტია, ყველა ინფორმაცია და საიდუმლოს გაცემა აი სასტიკად აკრძალული არის. ილიამ და თავის გუნდმა გაგვიზიარეს ის ინფორმაცია, რომელიც უნდა ვიცოდეთ ჩვენ და მისმა მეტოქეებმა. წარმოიდგინეთ, ილია ტოპურიამ სახში ააშენა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ბაზა და ეს ოფიციალურად რაც ვიცით. დარწმუნებული ვარ, კადრს უკან კიდევ ძალიან ბევრი რამ იმალება. იქ სადაც სხვები ვარჯიშობენ, ილია ტოპურია გადის მეცნიერულ ექსპერიმენტებს. ჩვენს წინაშე აღარ არის ჩვეულებრივი სპორტსმენი. ეს არის გასაიდუმლოებული პროექტი, რომლის ძალას მხოლოდ ოქტაგონში ვხედავთ. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაარტყი ლაიქს, მე კიდევ ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.